მიუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, გამძლეობას უსურვებ, ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა დღეს. ეხლა რაც შეეხება კალაძის განცხადებით დავიწყებ. პირველი ქალაქის მერის განცხადება იყო, რომ შენობა არის მეხუთე კატეგორიის ავარიული, ხო, ესეც საქართველოში ავარიული შენობების სამი კატეგორია არის განსაზღვრელი: მესამე, მეოთხე და მეხუთე. მეხუთე კატეგორია არის უმძიმესი. არ ვიცით სწორად ამბობს თუ არა, იმიტომ რომ არქიტექტურა. ანუ ესე იგი გამოდის, რომ კალაძეს ყავს თანამშრომლები, რომლებიც არასწორ ინფორმაციას აწვდიან, იმიტომ რომ კალაძის გაჟღერებული ინფორმაცია ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, საჯაროდ გაკეთებული. და კალაძემ თქვა, რომ ეს არის მეხუთე კატეგორია. მის გვერდზე იდგა ბენდელიანი, მისი მოადგილე და ამ განცხადების გაკეთების დროს მან არ შეუსწორა. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ სიტუაციას ვერ ფლობენ ეს ადამიანები და არასწორ ინფორმაციას აწვდიან თანამშრომლები და ან არ აწვდიან და უბრალოდ იტყუებიან და იმ დროს რაც ჭირდებოდა მის ასე ვთქვათ პროპაგანდას ის ინფორმაცია გაავრცელა. მეხუთე კატეგორია თუ აქვს შენობას, იმ შენობაში ცხოვრება არ შეიძლება. შესაბამისად, ვალდებულია მერია შენობიდან გამოიყვანოს ნებისმიერი საშუალებით ადამიანები, იმიტომ რომ არ შეაქმნათ მათ სიცოცხლეს საფრთხე და შენობა არის სასწრაფოდ ასე ვთქვათ, შენობა ექვემდებარება სასწრაფო დემონტაჟს. ანუ მეხუთე კატეგორიაში არ შეიძლება ცხოვრება. არათუ ცხოვრება პირველ სართულზე კომერციული ფართები, ანუ არ შეიძლებოდა მაგ შენობაში ცხოვრება თუ ეს არის მეხუთე კატეგორია. იმიტომ რომ ხვალ დილით კალაძემ გამოაქვეყნოს ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის, სადაც ეწერება რომელი კატეგორია იყო ავარიულობის გამსაზღვრელი და ასევე გამოაქვეყნოს გამგეობამ ოქმები რას პირდებოდნენ მოსახლეობას. მოსახლეობა რატო არ გამოვიდა იმ შენობიდან? ჩვენ ამ დასკვნებით რა უნდა გავიგოთ? ამ დასკვნებიდან უნდა გავიგოთ, ამ დასკვნებიდან უნდა გავიგოთ, როგორი უპასუხისგებლო არის თბილისის მერი და სტრუქტურული ერთეულები. მეხუთე კატეგორიის შემთხვევაში იქ ერთ ადამიანსაც არ ქონდა უფლება რომ ეცხოვრა, არათუ ქვევით ვაჭრობა უნდა ყოფილიყო, ტერიტორია უნდა ყოფილიყო შემოღობილი და სასწრაფო დემონტაჟი უნდა განხორციელებული იყო. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს არის მესამე კატეგორია. მესამე კატეგორიის შემთხვევაში შესაძლებელია ცხოვრება, იმიტომ რომ ავარიული ეს პროგრესირება მაგრამ შიგნით ცხოვრება შესაძლებელია და რაღაცა პერიოდულობით შეიძლება რაღაც გარკვეული გარე ფასადის, აივნების და პარაპეტების აღდგენა განხორციელდეს. ანუ მესამესა და მეხუთე შორის რადიკალურად იცვლება სიტუაცია. ეს არ არის რომ ვიღაცამ თქვა იქ მესამეა, იქ თქვა მეხუთეა, ხვალ დასკვნა გამოაქვეყნონ, ხო იძახიან რომ არსებობს დასკვნა. გამოქვეყნდეს სამხარაულის დასკვნა, რომელი კატეგორიის ავარიული შენობა ნაგებობა არის. ამის გარდა ბევრ რამეს იტყუება კალაძე, აი იმ რაღაცა წუთნახევარში რაც ილაპარაკა. არანაირი 100%-იანი თანხმობა არ ჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვალდებულია თბილისის მერია გაასახლოს მოსახლეობა. იმიტომ რომ არ შეიძლება, რადგან დაიღუპება იქ ადამიანები, რადგან პირდაპირ წერია რომ დაინგრევა მეხუთე კატეგორიის თუ არის შენობა ნაგებობა. ეხლა მაგალითად ამის განხორციელებაში კი არაფერი არანაირად ადამიანს როდესაც კარგ საცხოვრებელ პირობას თავაზობ, როგორ შეიძლება ეს ადამიანი წინააღმდეგი იყოს? რატო არ გამოვიდა? არ გამოვიდა იმიტომ რომ არ შესთავაზეს ნორმალური ქირის თანხა, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ცხოვრობს საკუთარ სახლში იქ აქ იმ ტერიტორიაზე და იმ მისამართზე, იქ აქ აწყობილი მთელი თავის ხო სამსახური, სახლი, სკოლა, ბაღი, ბავშვის და ასე შემდეგ და არ შეიძლება ამ ადამიანს მისცე დაბალი თანხა ქირის, რომელიც იმ რაიონში ვერ იქირავებს სახლს და მოუწევს სადღაც სხვაგან ცხოვრება. ანუ ის პირობები უნდა შეუნარჩუნო რა პირობებში ცხოვრობს და თბილისის მერიამ უნდა გააუმჯობესოს ეს პირობები, არა თუ გაუარესოს. გაუარესების უფლება არ აქვს და იმიტომ არ გავიდა ეს ადამიანი იმ საცხოვრებელი სახლი და რადგან პირობები უარესდებოდა. ასე რომ კალაძე ძალიან ბევრ რამეს იტყუება, აი რაც თქვა მაშინ ინტერვიუში. ამას ემატება ის, რომ დიდუბის რაიონის გამგეობამ თებერვალში გამოაცხადა 100.000 ლარის ღირებულების ტენდერი. ეს ფოტოც მოვიტანე თუ შეიძლება რომ ვაჩვენოთ. თხოვ ტექნიკურ პროდიუსერს გამოაცხადა და პარალელურად მოვამზადე. გამოაცხადა 100.000-იანი ტენდერი და აი ხა პირდაპირ წერია რაიონის ტერიტორიაზე არსებული ავარიულ შენობა ნაგებობებზე განთავსებული პარაპეტები. პირდაპირ არის მითითებული ის, რაც დღეს ჩამოვარდა. ამის მოსახსნელად 100.000 ლარი იყო გამოყოფილი. დიდუბის გამგეობას თუ აქვს ინფორმაცია, რომ არის მეხუთე კატეგორიის შენობა ნაგებობა. იცის, რომ ავარიულია და შესაბამისად იმ შენობის პარაპეტიც არის ავარიული. ანუ თანხა იყო და მაშინ რატო არ მოხსნა ეს პარაპეტი? რატომ შეუქმნა მოსახლეობას პრობლემა? თუ მესამე კატეგორია იყო, კიდევ უფრო, ანუ მეხუთე კატეგორიაზე ხომთლიანად უნდა დაეშალა, მესამე კატეგორიაზე ტენდერი ჰქონდა და რატო არ ჩამოხსნა ეს ავარიული პარაპეტი? ანუ პირდაპირ აქვს ტენდერი გამოცხადებული, რომ უნდა მისულიყო და მოეხსნა.
ანუ ვერაცდებიან პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკურს, ასევე სამართლებრივს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელსაც თქვა, რომ გამოძიება დავიწყე. გამოძიება ხო დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გელამ პირველი ვინც უნდა დაკითხოს, მის გვერდზე მდგომი კახაკალაძე არის. ანუ კახაკალაძე არის ფიგურანტი ამ საქმეში, რომელიც უნდა დაიკითხოს. კახაკალაძემ უნდა მისცეს ჩვენება, საიდან ქონდა ეს ინფორმაცია, რომ მეხუთე კატეგორიის იყო, ვის დაავალა, ვინ არ შეასრულა ეს სამუშაოები, ვისი პასუხისმგებლობა იყო, გამგებლის მოადგილე, კონკრეტული კურატორი, რომელიც არის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, განყოფილების უფროსი, ყველა რგოლი სტრუქტურული ერთეულები თბილისის მერიის. ესე ვერ გამოვა რა, კალაძე გამოდის და იძახის, რომ იცი რა არის, ვიღაცა არ გამოვიდა და მთელი ისრები გადაიტანოს, თითქოს ადამიანს დაღუპვა უნდა და იმ ავარიულ სახლში ცხოვრება. უბრალოდ რომ დავუჯეროთ, ნახეთ როგორ ვერ დავუჯერებთ კახაკალაძეს, არ შეიძლება რომ ამ ადამიანს დავუჯეროთ. მესამე კატეგორიის თუ კი ავარიული ეს აკეთებს ყოველთვის. შეიძლება მოსახლეობის 100% არ გთანხმდებოდეს და ამას ჯერდებოდე, თუმცა იქ სავაჭრო იცვლება, გარემოვაჭრეები არიან. იცვლება მოცემულობა მესამე კატეგორიასა და მეხუთე კატეგორიას შორის. ანუ განსხვავებული მიდგომები არის მესამე კატეგორიაზე და მეხუთე კატეგორიაზე. ერთია შენობა, მეორეა ირგვლივ სავაჭრო ობიექტი. როდესაც შენობაზე ზრუნავ, შესაბამისად უსაფრთხოდ არის გარეთ მოსიარული ადამიანები და მოვაჭრეც და მყიდველიც და გამყიდველიც. ახლა რაც შეეხება ბენდელიანს, რომელიც ეს გონორით გამოვიდა, ეს ელაპარაკოს საკუთარ, საქვია, მერს იქ რო ყავს ერთი სართულით ზევით. არამდგრადი ემოციური მდგომარეობა. ის ადამიანი ხა რასაც ლაპარაკობდა, რომ თურმე სასტუმროში გაიყვანა, ხო, რას იმას გვიშვება, ანუ ეს მისი ვალდებულება არის. და ის ფული, რომელსაც ხარჯავს ახლა სასტუმროში, ჩვენი ფული არის. ჩვენ 1.2 გვაქვს მიცემული კახაკალაძესთვის, რომ უნდა მოაწესრიგოს თბილისის ინფრასტრუქტურა და უნდა ვიცხოვროთ კარგ გარემოში და უნდა მივიღოთ კარგი მუნიციპალური სერვისები. და ჩვენ არც კარგ გარემოში ვცხოვრობთ, არც კარგ მუნიციპალურ სერვისებს არ ვიღებთ. სკვერის გაკეთება და ხის დარგვა არ არის თბილისის ზრუნვა. თბილისის ზრუნვა არის, რომ ესეთი რამე არ ხდებოდეს. კალაძის პირველი ინსტინქტი რა არის? იცი, რომ სხვას გადააბრალოს. ვაკის პარკის შემთხვევა იყო და კომპანიას დააბრალა, მისი თანაგუნდელები იყვნენ და საქვია მშობლებს დააბრალეს, მის გვერდზე რატო არ იყო. წნეთში მოხდა, დღემდე გამოუძიებელი არის, თხილში ჩავარდა, კომპანიას დააბრალა. ანუ ეს ადამიანი ყოველთვის არ მისი ბუნება არის ესეთი, რომ სხვა არის თურმე ყოველთვის დამნაშავე. ეს ადამიანი 8 წელია ქალაქის მერია, მანამდე კიდე ნარმანია იყო 3 წელი და ეს ადამიანები ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ, ანუ 8 წელია ქალაქის მერია და ვერ გაიაზრა ის, რომ ეს არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. კი ბატონო. მან უნდა უზრუნველყოს. მისი პასუხისმგებლობა არის უსაფრთხო გარემოს შექმნა. მან უნდა უზრუნველყოს თბილისელების და არა მარტო თბილისელების კომფორტული ცხოვრება. ამისთვის ამ ადამიანს მივეცით $1.2 მილიარდი ყოველ წელს. როცა გამოძიების მიმართ ნდობა არის ნაკლები, ჩვენ ვერ გავიგებთ, რამდენად სამართლიანად წარიმართება ახლა პროცესი შინაგან საქმეთა. სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში. ნდობის ნაკლებობა კიდევ უფრო მეტად დამამძიმებელი, ასე ვთქვათ. სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, არანაირი გამოძიება არ დასრულდება შედეგით. ეს იქნება მორიგი საქმე, რომელიც დაიდება თაროზე. იმიტომ რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში პირველი რაც უნდა გაეკეთებინა, გელას ყავდა გვერდზე კალაძე და დაეკითხა. წაიყვანა დღეს წავიდეს განყოფილებაში და დააკითხონ კალაძე და გამოვლინდეს ყველა ის სტრუქტურული ერთეული, რომელმაც ვერ იმუშავა. კი ბატონო. მოკლედ ბევრი კითხვა და კითხვა ასევე ის ვინ აგებს პასუხს და საერთოდ ამ კითხვებზე პასუხის გამცემიც ვინ იქნება სამწუხაროდ ასე სრულდება ხოლმე ეს ტრაგედიები თუ უბედური შემთხვევები და ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე სრულ სიმართლეს თუ რა მოხდა და შეიძლება თუ არა ქართული ოცნება წავა ხელისუფლებიდან და გავიგებთ ყველაფერს.